ეს მართლაც ცარიელი და სუფთა გვირაბი იყო. სრულიად მშრალი იატაკით. მსუბუქი სიო უბერავდა, არც ურთხები ჩანდნენ და არც რაიმე საეჭვო განშტოება ან შავი ორმო. იყო მხოლოდ რამდენიმე გვერდითი კარი, რომლებიც ოდესღაც სათავსოებში შედიოდა. ეს გვირაბი ისევე კომფორტულად ჩანდა საცხოვრებლად, როგორც ნებისმიერი სადგური. არაჩვეულებრივი სისუფთავისა და სიმშვიდის წყალობით ლეგენდები ამა თუ იმ გვირაბში დაკარგულებზე სულელურ მონაჩმახად შეიძლებოდა მოგჩვენებოდათ. არწომი იხსენებდა, როგორ აიძულეს კაცი, რომელიც ჭირიანი ეგონათ გადაჩეხილიყო და ვეღარ გაეგო, ნამდვილად მოხდა ეს თუ დაესიზმრა, სანამ კოცონთან ხანის ბრეზენტზე ეძინა. ის და ხანი რაზმს ბოლოს მიუყვებოდნენ, რადგან არწიომის მასპინძელს ეშინოდა, რომ კაცები სათითაოდ ჩამორჩებოდნენ და კიტაი გოროდამდე არცეთი არ მივიდოდა. ხანი მშვიდად მიაბიჯებდა არწიომის გვერდით. სახე დაწნარებული, ძველებურად ბრძენი და უშფოთველი ჩანდა. არწიომს იმდენად აინტერესებდა, თუ რატომ ჰქონდა ამ გვირაბს ასეთი ცუდი სახელი, რომ ვეღარ მოითფინა და ხანს რაც შეიძლება მიამიტად ჰკითხა: იცით რა ხდება ამ გვირაბში? ეგ არავინ იცის, არც მე, უხალისოდ მიუგო ხანმა. რაღაცებზე მეც კი არ მაქვს წარმოდგენა. გონია რომ უძირო უბსკრულია, სხვანაირად შავი ხვრელი. ოდესმე გინახავს ვარსკვლავები? ერთხელ ნახე? კოსმოსის შესახებ იცი რამე? ვარსკვლავი, რომელიც იღუპება, შეიძლება ასეთ შავ ხვრელად იქცეს. ეს ხდება მაშინ, თუ მიზიდულობის ზალა იმდენად დიდია, რომ ამ ვარსკვლავს აქრობს. მაშინ ის იწყებს თავის შთანთქმას, ზედაპირზე არსებულ მასას ცენტრისაკენ იზიდავს. სულ უფრო მცირდება ზომაში და რაც უფრო მცირდება მისი სიმკვრივე და წონა, მით უფრო იმატებს. სიმკვრივის მატებასთან ერთად კი მატულობს მიზიდულობის ზალა. ეს პროცესი ზვავივით შეუქცევადია. მიზიდულობის მატების შედეგად სულ უფრო მეტი ნივთიერება მიისწრაფის. ზედაპირიდან ამ მონსტრის შუაგულისაკენ და შთანთქამს გარშემო არსებულ მატერიასა და სინათლის ტალღებს. შედეგად მის გარშემო იქმნება შავი მკვდარი სივრცე, საიდანაც თავს ვეღარაფერი დააღწევს. ეს სიბნელის ვარსკვლავია, შავი მზე, რომლის გარშემოც მხოლოდ სიცივე და უკუნეთია. ხანი დადუმდა, წინმავალთა საუბარს ყური მიუგდო. ეს ყველაფერი რა კავშირშია გვირაბთან? კითხა არწივმა 5 წუთის შემდეგ. შენ იცი, რომ მე ბევრი რამის წინასწარ განჭვრეტა წარსულის დანახვა და სივრცეში გონებით გადაადგილებაც შემიძლია, მაგრამ ზოგი რამ ჩემთვისაც უცნობია. მაგალითად, ის თუ რით დასრულდება შენი მისია და საერთოდ როგორი იქნება შენი მომავალი. თითქოს მღვრია წყალში ვიყურები და ვეღარაფერს ვხედავ. ასეთივე გრძნობა მეუფლება ამ გვირაბშიც. როგორც კი ვცდილობ გავიგო აქ რა ხდება, ჩემი გონების სხივი გვირაბის უკუნეთში იკარგება. ამიტომაც შევარქვი შავი ხვრელი. ამაზე მეც ვერაფერს გეტყვი. დაამთავრა სიტყვა ხანმა. ცოტა ხნის შემდეგ კი ორაზროვნად დაამატა, სწორედ ამიტომ ვარ აქ. მაშ მართლა არ იცით, რატომ არის ეს გვირაბი ზოგჯერ სრულიად უსაფრთხო, ზოგჯერ კი ადამიანების განსაკუთრებით მარტოხელა მგზავრების შთანთქმელი? არ ეშვებოდა არწივი. სამწუხაროდ არა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მესამე წელია ვცდილობ ამ საიდუმლოს ამოხსნას. ექოს შორს მიჰქონდა მათი ფეხის ხმა, აქ ჰაერიც კი გამჭვირვალე იყო. სუნთქვა ოდნავადაც არ ჭირდა, სიბნელე შიშს არ იწვევდა და ხანის შეშფოთება სრულიად უსაფუძვლო, ცოტა სასაცილოც კი ჩანდა. არწივს გონებაში რაღაც მხიარული მელოდიაც კი ამოუტივტივდა და ანგარიშ მიუცემლად წაიმღერა კიდეც. ამას ხანის ირონიული ღიმილით მიხვდა. კარგი აქ ხომ სისუფთავეა და სიმყუდროვე. ხო, დაუკრა კვერი არწივმა. რადგან ხანი ასე კარგად მიუხვდა განწყობას, ყვაწვილი კიდევ უფრო გახალისდა. მის ხსნელსაც თითქოს გონება გამოუკეთდა. ახლა ისიც იღიმოდა, ალბათ მანაც ირწმუნა ამ გვირაბის უსაფრთხოების. დახუჭე თვალები, უთხრა მან არწივს. მოდი ხელს მოგკიდებ, რომ არ დაეცე. ხედავ რამე ეს? ვერაფერს, მხოლოდ ცოტათი ფარნების სინათლეს. თქვა გულდაწყვეტილმა ყვაწვილმა და უცებ წამოიყვირა. აი შენც დაინახე? თქვა კმაყოფილებით ხანმა. ლამაზია ხომ? ძალიან, ეს ისეთია, როგორც მაშინ ჭერი არ არის და ყველაფერი ლურჯია. ღმერთო, რა სილამაზეა და როგორ თავისუფლად ვსუნთქავ. ეს ზმობილო ცაა. საინტერესო არა? აქ ბევრი ხედავს ამას. თუ კი თვალებს დახუჭავს და განეწყობა ამისათვის, ხედავენ ისინიც, ვინც ზემოთ არასოდეს ყოფილან. საკვირველია ეს ყველაფერი. თქვენც ხედავთ? კითხა არწივმა, ისე რომ თვალი არ გაუხელია. მე ვერაფერს ვხედავ. ხან ისე მოიღუშა,
ვხედავ მხოლოდ შავ უკუნეთს, გვირაბის გარშემო და სინათლის სხივს, რომელიც გვირაბში გვიკვალავს გზას. სწორედ ამ სხივს მივყვებით. შეიძლება ბრმა ვარ, შესაძლოა პირიქით, სხვები არიან ბრმები და მხოლოდ მე ვხედავ აქაურობის იდუმალი არსის რაღაც ნაწილს. დანარჩენები კი ოცნებებით კმაყოფილდებიან. კარგი, გაახილე თვალები, ასე ხელჩაკიდებული ხომ არ გატარებ კიტაი-გოროდამდე? ხანმა არწივს ხელი გაუშვა. ყმაწმმა სადა კიდევ ცოტა ხანს ევლო თვალდახურტულს, მაგრამ რაღაცას ფეხი წამოკრა და კინაღა მიწაზე გაიშხლართა, მთელი თავისი ბარგით. ამიტომ უხალისოდ, მაგრამ მაინც დაემორჩილა ხანს. ერთხანს ხმის ამოღების თავიც არ ჰქონდა, მხოლოდ იღიმოდა როგორც ადამიანი, რომელიც ლამაზი სიზმრიდან უეცრად გამოარკვიეს. რა იყო ეს? იკითხა ბოლოს. ფანტაზია, ოცნება, განწყობა, ყველაფერი ერთად მიუგო ხანმა, მაგრამ ეს ყველაფერი შენი არ არის. აქ ბევრნი ვართ და თუ რამე არ მოხდება, შეიძლება ვერც იგრძნო ეს. შეხედე, უკვე მოვსულ ვართ ტურგენევსკაიაზე. რა სწრაფად გვივლია, მაგრამ აქ გაჩერება არ შეიძლება. დასასვენებლადაც კი, ზოგი ალბათ მოითხოვს, რადგან ყველა ვერ გრძნობს გვირაბს. ძალიანაც რომ გაგვიჭირდეს, აუცილებლად უნდა განვაგრძოთ გზა. რამდენიმე წუთში შევიდნენ სადგურზე, რომელიც ისევე მთლიანად მოპირკეთებული იყო ღია ფერის მარმარილოთი, როგორც მშვიდობის გამზირი და სუხარევსკაია. თუმცა იქ ჭერი და კედლები ისეთი გაჭვარტული და გაქონილი იყო, ვერაფერს გაარჩევდით. ეს სადგური კი სუფთა და ძალიან ლამაზი ჩანდა. აქაურობას ადამიანთა არსებობის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა ჩანდა. აქედან ძალიან დიდი ხნის წინათ წასულიყვნენ. კუნაპეტი სიბნელე და სქელი მტვრის ფენა რომ არა, შეიძლებოდა გეფიქრა, რომ წუთით და გზავრებით გაივსებოდა ვესტიბიული. ლიანდაგზე კი მატარებელი შემოვიდოდა კივილით. ამდენი წლის განმავლობაში აქ თითქმის არაფერი შეცვლილა. არწივმა ეს მამობილისგან იცოდა. ტურგენევსკაიაზე სვეტები არ იყო, თაღები კედლებში იყო გამოჭრილი. ფარნების სუსტი შუქი სიბნელეს ვერ ფანტავდა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ამ თაღებს მიღმა არაფერი იყო. წუთით არწივს მოიჩვენა, რომ დედამიწის კიდეში უსასრულო უფსკრულის წინ იდგა. სადგური საკმაოდ სწრაფად გაიარეს, ხანის ვარაუდი არ გამართლდა. დასასვენებლად შეჩერება არავის მოუთხოვია. თითქმის ყველას შეშფოთება ეწერა სახეზე და მეტწილად იმაზე ლაპარაკობდნენ, რომ რაც შეიძლება მალე უნდა გასცლოდნენ აქაურობას. დააკვირდი, განწყობა იცვლება. უთხრა ხანმა არწივს და თითი ისი ასწია, თითქოს უნდოდა გაეგო ქარი საიდან უბერავდა. უნდა ვიჩქაროთ, ისინი ამას ისევე კარგად გრძნობენ, როგორც მე, მაგრამ რაღაც მიშლის ხელს. ცოტა ხანს აქ მომიცადე. ხანმა ჯიბიდან ამოიღო რუკა, რომელსაც გზამკვლევს უწოდებდა. დანარჩენებს ანიშნა ადგილიდან არ დაიძრათო, ფარანი ჩააქრო და სიბნელეში გაუჩინარდა. გავიდა რამდენიმე წუთი, უცებ კაცების ჯგუფს ერთი გამოიყო და ნელა უხალისოდ წამოვიდა არწივისაკენ. ისეთი მობუზული და დაჩევებული ჩანდა, რომ ყმაწმმა თავიდანვე ვერც კი შეიცნო ჩაფსკვნილი წვეროსანი, რომელიც ასე ედიდგულებოდათ სუხარევსკაიაზე. მისმინე ბიჭო, ძალიან ცუდია რომ აქ ვდგავართ. დაიწყო ჩაფსკვნილმა. გადაეცი მას, რომ გვეშინია. მართალია ბევრნი ვართ, მაგრამ რა იცი რა ხდება, ეს გვირაბი და სადგურიც დაწყევლილია. უთხარი რომ ახლავე უნდა წავიდეთ აქედან, გესმის? უთხარი, ძალიან გთხოვ. თქვა ეს და უკან გაბრუნდა. წვეროსნის სიტყვმა განსაკუთრებით კი მისმა მოკრძალებულმა და საცოდავმა ტონმა არწივი გამოაფხიზლა. მან რამდენიმე ნაბიჯი გადადგა კაცების ჯგუფისკენ და უცებ იგრძნო, რომ სიხარული, რომელიც ცოტა ხნის წინ დაეუფლა, მთლად გაქარწყლებოდა. მხიარული მელოდიის ნაცვლად ახლა გვირაბში მოზუზუნი ქარის ხმა ესმოდა. არწივი გაირინდა. მძიმე წინათ გრძნობა დაეუფლა. წუთიც არ გასულა, რომ რაღაც უხილავმა ჩრდილმა გადაუქროლა. ერთ ბაშად შეამცივნა. ფარანი აანთო. სინათლის სუსტი სხივი ნერვიულად დათამაშდა მარმარილოს კედლებზე, მაგრამ ამან შიში ვერ გაუქარწყლა. პირიქით, ეს იდუმალი ძალა ყველა მხრიდან შემოუდგა და თითქმის თანთქა კიდეც. არწივმა ვეღარ გაუძლო და სწრაფი ნაბიჯით გაემართა კაცების ჯგუფისკენ. მოდი ჩვენთან ბიჭო, უთხრა ერთ-ერთმა, ნუ გეშინია, ყველანი ადამიანები ვართ, შენც და ჩვენც. როდესაც ასეთი რამ ხდება, ადამიანები ერთად უნდა იყვნენ. შენც იგრძენი არა? არწივმა დაუდასტურა, რომ რაღაცა იგრძნო. ახლა საუბარი თუნდაც სრულიად უაზრო 1000 წილ ერჩივნა მარტო ყოფნას. ისეთი უჩვეულო სიტყვაუხმობა გამოამჟღავნა, რომ თვითონაც გაკურებული დარჩა, მაგრამ თავში მაინც ერთი აზრი უტრიალებდა. საწავიდა ხანი,
უკვე 10 წუთი იყო გასული მას შემდეგ, რაც იგი სიბნელეში გაუჩინარდა. ყმაწვილს ვერ გაიგო, როგორ გაბედა მისმა გადამრჩენელმა გვირაბების დაუწერელი კანონის დარღვევა და მარტო წასვლა. დაავიწყდა ეს კანონი თუ ახსოვდა, მაგრამ მაინც თავის მგლურ ინსტინქტს მიადო. არწმუნს ახლა უკვე ეჭვიც კი ეპარებოდა იმაში, რომ ხანმა 3 წელი მიუძღვნა ამ უცნაური ადგილის საიდუმლოს ამოხსნას. ასე რომ ყოფილიყო, ის ვერ გაბედავდა მარტო წასვლას. ამ ფიქრებში იყო გართული, რომ უეცრად ხანი გამოჩნდა. უჩუმრად შემოაბიჯა სიბნელი და მათ გვერდით დადგა. მის დანახვაზე კაცები აჩოჩქოლდნენ. მათ აღარ უნდათ აქ ყოფნა. აცნობა არწმუნმა. ეშინიათ და ითხოვენ, რომ გზა გავაგრძელოთ. მეც რაღაცას ვგრძნობ. მათ ჯერ არ შეშინებიათ ისე, როგორც უნდა შეეშინდეთ. ხანის ხმაში უჩვეულო ინტონაცია იგრძნობოდა. შენც ჯერ კიდევ არ გეშინია სათანადოდ, ასე რომ ტყუილად ნულაპარაკობ. მე მეშინია ყველა თქვენგანზე მეტად, რადგან იქ სადგურს იქით სიბნელეში ჩავიძირე. გზამკვლევმა არ მომცა საშუალება, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადამედგა. თორე ნამდვილად დავიღუპებოდი. ამ გზით ვეღარ წავალთ. არ ვიცი იქ რა არის, მაგრამ აღსასრულს გვიქადის. შეხედე, ხანმა სწრაფი მოძრაობით რუკა თვალებთან მიიტანა. ხედავ, აი აქ მიანათე აი ამ მონაკვეთს, აქედან კიტაი გოროდამდე. ნუ თუ ვერაფერს ხედავ. არწმუნ ისე ჩააშტერდა რუკას, რომ თვალები აეწვა, მაგრამ უჩვეულო ვერაფერი შეამჩნია, თუმცა არ უნდა ამის აღიარება. ნუ თუ ასეთი ბრმა ხარ, ეს მონაკვეთი თლად შავია, ეს სიკვდილის ნიშანია. თქვა ჩუმად ხანმა და რუკა უკან წაიღო. არწმუნი გაკვირვებით შეაცქერდა. ისევ განუახლდა ფიქრი, რომ ხანი შეშლილია. უცებ გაახსენდა ჟენკას მოყოლილი ამბავი კაცზე, რომელიც მარტო შევიდა გვირაბში, ცოცხალი გადარჩა, მაგრამ შიშისაგან გაგიჟდა. იქნებ ხანსაც იგივე დაემართა, მაგრამ უკან დაბრუნებაც შეუძლებელია, თავის თავს ეჩურჩულებოდა ხანი. ჩვენ მოვასწარით გავლა მაშინ, როცა ის კარგ გუნებაზე იყო, ახლა კი იქ სიბნელე მეფობს და სადაცაა ქარიშხალი ამოვარდება. ერთადერთი გამოსავალი გზის პარალელური გვირაბით გაგრძელება. იქნებ ის ჯერაც თავისუფალია. თქვენ მართლები ხართ, დაუძახო უცებ დანარჩენებს. სასწრაფოდ უნდა გავაგრძელოთ გზა, მაგრამ არა ამ გზით. ამ გვირაბში უეჭველად დავიღუპებით. მას საით დაკვირვებით იკითხა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა. დერეფანი უნდა გადავჭრათ და პარალელურ გვირაბს დავადგეთ. რაც შეიძლება სწრაფად. არა, წამოიყვირა ვიღაცამ. ყველა მიცის, რომ გვირაბის შეცვლა არ შეიძლება. თუკი ჩვენი გზა თავისუფალია, ეს ცუდი ნიშანია. დავითარსებით, უეჭველად დავიღუპებით. მართალია, აყაყანდნენ დანარჩენები. რას გულისხმობს, იკითხა არწმუნმა გაკვირვებით. ეტყობა ადგილობრივთა სრულწმენაა, უპასუხა ხანმა. ახლა არც დრო გვაქვს მათ გადასარწმუნებლად და წარმოიდგინე აღარ ძალამყოფნის. მისმინეთ, დაიძახა მან, მე მივდივარ პარალელური გვირაბით, ვისაც ჩემი ჯერა გამოვყვეს. დანარჩენებს კი სამუდამოდ გემშვიდობებით და თავი დაუქნია არწმუნს. თავისი ზუგჩანთა ბაქანზე ააგდო და თვითონაც იქ ახტა. არწმუნი ყოყმანობდა, ხანმა გვირაბებისა და საერთოდ მეტროს შესახებ ჩვეულებრივ მოკვდავებზე გაცილებით მეტი იცოდა. ამიტომ მისი ნდობა შეიძლებოდა, მაგრამ მეორე მხრივ მეტროში გადარჩენის დაუწერელი კანონი ამბობდა, რომ რაც მეტი ადამიანი მოძრაობდა ერთად, მით მეტი იყო გადარჩენის შანსი. რას უდგა ხარ, დაიღალე, ხელი მომეცი. ხანმა ცალმუხზე დაიჩუქა და არწმუნს ხელი გაუწოდა. ყმაწვილმა კაცს თვალი აარიდა, რადგან ძალიან არ უნდა მის მზერაში კიდევ ერთხელ დაენახა ის ველური ალი, რომელიც ასე აშინებდა. სრულჭკუაზეა ხანი? ესმის თუ არა რა ნაბიჯს გამსახლა? ამ წუთას ყველას წინააღმდეგ მიდის და გვირაბების მთავარ კანონს არღვევს. ირწმუნება, რომ რუკაზე მონაკვეთი აქედან კიტაიგოროდამდე შავად არის შეღებილი, მაგრამ არწმუნმა ხომ თავისი თვალით ნახა, რომ გზა ღია ნარინჯისფერია და თლიანი ხაზის შეფერილობისაგან არ განსხვავდება. მაშ ვინ არის ბრმა, ხანი თუ არწმუნი? რას დამდგარ ხარ, არ გესმის? რომ დაყუნება დაგხოცავს, ხელი მომეცი, ეშმაკი შეგიჩნდა თუ რა, უკვე ყვიროდა ხანი. მაგრამ არწმუნი ადგილიდან არ იძრო და მერე კი უკან დაიხია და ნელი ნაბიჯით დაიძრა შეჯგუფებული ადამიანებისგან. მოდი ბიჭო, მოდი, გაისმა ჯგუფიდან. ჩვენთან იყავი, თავი დაანებე ამ ავსულს, უფრო ჯანმრთელი იქნები. სულელო, მათთან ერთად დაიღუპები, თუ სიცოცხლე ფეხებზე გკიდია, შენი მისია მაინც გაიხსენე. კვლავ დაუკვირა ხანმა. არწმუნმა როგორც იქნა გაბედა, თავი აეწია და ხანისათვის თვალებში შეეხედა. კაცის მზერაში სიგიჟის ნიშანწყალიც არ ჩანდა, მხოლოდ სასოწარკვეთილება და საშინელი დაღლილობა იკითხებოდა. არწმუნი ისევ ეჭვმა შეიპყრო, ისევ გაჩერდა, მაგრამ უეცრად მხარზე ვიღაცის ხელი იგრძნო და ყურში ჩაესმა სიტყვები. წავიდეთ.
მარტო ჩაძაღლდეს, მას უნდა რომ შენც გაგიყოლოს იმ ქვეყნად. ცოტა კიდევ იყვყმანა, მაგრამ საბოლოოდ ჯგუფის ნებას დაყვა და მასთან ერთად შევიდა სამხრეთის ბნელ გვირაბში. საოცრად ნელა, მძიმედ მიიწევდნენ წინ, თითქოს ჰაერს კი არა წყლის მასას მიარღვევდნენ. უეცრად ხანი ადგილს მოსწდა და ორი ნახტომით დაეწია მათ. ძლიერი დარტყმით ძირს დასცა არტიომის გვერდით მიმავალი კაცი. ბიჭს წელზე მოავლო ხელი და უკან წაათრია. აქამდე ყმაწვილი ყველაფერს ისე ხედავდა, როგორც კინოს შენელებულ კადრებში. ხანის ნახტომი მისთვის ლამის წუთებად გაიწელა. ულვაშიანი კაცი პრეზიდენტის ქურთუქში, რომელსაც მისი ხელი ეჭირა, მოცელილივი დავარდა მიწაზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხანმა უკან გამოაბრუნა, დრო ისევ აჩქარდა და კაცების რეაქცია თითქმის მტკისიერი მოეჩვენა. მათ იარაღები მოიმარჯვეს და ხანისაკენ დაიძრნენ. არტიომის მხსნელი კი ყმაწვილს წინ აფარებოდა და მასთან ერთად ნელ-ნელა სადგურისაკენ იხევდა. ხელში მისი ახალი ავტომატი ეჭირა. წადი აქედან, ჩახლეჩილი ხმით მიმართა მდევრებს. არ მინდა თქვენი დახოცვა. 1 საათის შემდეგ არც ერთი თქვენგან ისედაც აღარ იქნება ცოცხალი. დაგვანებეთ თავი, წადით. იმეორებდა ხანი და თან ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა სადგურის ცენტრს. ისე ჩანდა, რომ კაცებმა მართლაც გადაწყვიტეს მათთვის თავის დანებება. გაისმა ჩოჩქოლი, ალბათ გონდა კარგულ ულვაშას ასულიერებდნენ. რამდენიმე წუთში კი ჯგუფი სამხრეთ გვირაბის შესასვლელისკენ დაიძრა. ხოლო ამის შემდეგ ხანმა ქვემოთ დაუშვა ავტომატი და მკვახეთ უბრძანა არტიომს. ბაქანზე ასულიყო. ცოტაც და მომბეზრდება შენი გადარჩენა ძმობილო. ბრაზით გამოსრა კბილებში. არტიომი ზემოთ აცოცდა. ხანიც მიჰყვა, აიღო თავისი ბარგი, სიბნელეში შეაბიჯა და ყმაწვილს ანიშნა. უკან მიხოლოდა. ტურგენევსკაიას დარბაზი საკმაოდ მოკლე იყო. მარცხნივ სიძველისაგან შეყუთრებული მარმარილოს კედელი აღმართული იყო. მეორე მხარეს რკინის გლუვი ღობე, ჩისწიე პრუდიზე გადასასვლელი კიბის წინ სამი ფართო თაღი კი უხეში ბეტონის ბლოკებით ამოეშენებინათ. სადგური უკაცრიელი იყო, არც ვირთხები და ტარაკნები ჩანდნენ. არტიომს ბურბონის ნათქვამი გაახსენდა. ვირთხების არ უნდა გეშინოდეს, ბევრად უფრო საშიშია მათი არ ყოფნა. ხანმა არტიომს მხარზე ხელი დაადო და მათი სწრაფი ნაბიჯით გადაკვეთეს დარბაზი. ყმაწვილი გრძნობდა, რომ კაცს ხელით ციებიანივით უთრთოდა. ბარგი ბაქნის კიდეზე დაალაგეს და ის იყო ლიანდაგზე ჩახტომა დააპირეს, რომ უცებ ფარნის შუქმა გაანათა წყუდიადი. ხანი იმ წამსვე ბეტონზე გაწოდა, სინათლის წყარო მიზანში ამოიღო. ფარანი საკმაოდ სუსტი იყო, მაგრამ პირდაპირ თვალებში ანათებდა. ამიტომ არ ჩანდა თუ ვის ეჭირა იგი. მართალია ცოტა გვიან, მაგრამ არტიომიც ხანის გვერდით მოექცა. თავის ზურგჩანთასთან მიხოხდა და მასზე მიბლანდული ძველი ავტომატის მოხსნა დაიწყო. ეს იარაღი მძიმე და მოუხერხებელი იყო. სამაგიეროდ ისე ისროდა, რომ 7.62 კალიბრის ხვრელი ნებისმიერს გარანტირებული ჰქონდა. ასეთი ხვრელებით სხეულში კი ცოტა ვინმე თუ შეძლებდა ცხოვრების გაგრძელებას. ვინ ხარ? დასჭიქა ხანმა. არტიომმა კი გაიფიქრა, რომ თუ ვინმე აპირებდა მათ მოკვლას, წესით აქამდეც მოახერხებდა ამას. კარგად წარმოიდგინა თავისი მდგომარეობა, ფარნის შუქით განათებული, იატაკზე გაშხლართული, იდეალური სამიზნე, რომლის ჩექმით გაჭყლეტაც კი ძალიან ადვილია. არისრულოთ, გაისმა ვიღაცის ხმა, გთხოვთ, ნუ გაისვრით. ჩააქრე სინათლე, უბრძანა უცნობს ხანმა, რომელსაც უკვე მოესწრო სვეტს ამოფარებოდა და საკუთარი ფარანი ამოიღო. არტიომმა როგორც იქნა მოაგლიჯა ჩანთას მავთული. იარაღს ხელისტაცა, გვერდზე გადაგორდა და ერთ-ერთ თაღში შეიმარა. თუ დაუპატიჟებელი სტუმარი პირველი გაისროდა, გვერდიდან გამოუხტებოდა და ავტომატის ჯერით დაცხრილავდა. სტუმარი დაემორჩილა ბრძანებას. კვლავ გაისმა ხანის ხმა. კარგი, ახლა იარაღი ძირს დადე. არტიომმა გრანიტის იატაკზე რკინის წყარუნი გაიგონა და გვერდულად შევიდა დარბაზში. 15-ოდე ნაბიჯში ხანის ფარნის შუქზე ჩანდა ხელებაწეული ის ჩაფსკვნილი წვეროსანი, რომელიც სუხარევსკაიაზე მათ სასტიკი ანგარის სწორებით ემუქრებოდა. ნუ გაისვრით, ითხოვა მან კიდევ ერთხელ. თქვენზე თავდასხმა არც მიფიქრია, მომეცით ნება თქვენთან ერთად წამოვიდე. თქვენ ხომ თქვით, რომ ნებისმიერ შეუძლია შემოგიერთდეთ. მე მჯერა შენი, მიმართა მან ხანს. მეც გრძნობ, რომ მარჯვენა გვირაბში რაღაც არის. ისინი უკვე წავიდნენ ყველანი, მე კი დავრჩი, მინდა თქვენთან ერთად წამოვიდე. კარგია, რომ გრძნობ, მოუწოდა ხანმა და დამცინავად დაამატა, მაგრამ რატომღაც არ გენდობი? ამის მიუხედავად ჩვენ განვიხილავთ შენს თხოვნას. ოღონდ ორი პირობით, მთელ შენს არსენალს მე ჩამაბარებ და გვირაბში ჩვენ წინ ივლი. ნებისმიერი უშნო ხუმრობა ძვირად დაგიჯდება.
წვეროსანმა ფეხი წაჰკრა თავის პისტოლეტს. იარაღი ხანისკენ გაცურდა. კაცმა ამოიღო რამდენიმე მჭიდი და იატაკზე დადო. არტიომი ფეხზე ადგა და წვეროსანს მიუახლოვდა, ისე რომ ავტომატი დაბლა არ დაუწევია. აყვანილი მყავს, დაიძახა მან. ხელები არ დაწიო და წინიარე, გასცა ბრძანება ხანმა. ჩახტი ლიანდაგზე და იქ დადექი ზურგით ჩვენგან. წვეროსანმა უთხრა მათ, რომ ტუზი ჰქვია. დაეწყდნენ და გვირაბში შევიდნენ. ტუზი 5 ნაბიჯით წინ მიდიოდა, უკან არტიომი და ხან ტუზი 5 ნაბიჯით წინ მიდიოდა, უკან არტიომი და ხანი მიხვებოდნენ. 5 წუთიც არ გასულა, რომ მარჯვნიდან მეორე გვირაბიდან საშინელი ღრიალი გაიცმა. წვეროსანი შემობრუნდა და ხანს მიაჩერდა. ხელი, რომელშიც ფარენი ეჭირა, უკანკალებდა, სახეშიშისაგან მოქცეოდა. ჰო, თავი დაუქნია ხანმა. ისინი შეცდნენ, მაგრამ ჯერ არ ვიცით, ჩვენ გაგვიმართლებს თუ არა. გზა გააგრძელეს. არტიომი ამჩნევდა, რომ ხანი დაიღალა, ბორძიკობდა, ხელები უკანკალებდა. ოფლი ასხამდა. ეს გასაკვირი იყო, რადგან არც ისე დიდი ხნის წინათ გამოვიდნენ ტურგენევსკაიადან. არტიომი ფიქრმა გაიტაცა. ახლა მიხვდა მთელი სიცხადით, რომ ხანმა კიდევ ერთხელ გადაარჩინა. იმ ქარავანს რომ გაჰყოლოდა მარჯვენა გვირაბში, უთუოდ დაიღუპებოდა, უკვალოდ გაქრებოდა. 6-ნი იყვნენ და 6-ვე დაიღუპა. გვირაბის ოქროს წესმა არ იმუშავა. ხანმა კი იცოდა, რომ ასე მოხდებოდა. ან წინასწარ განჭვრიტა, ან მაგიურმა გზამკვლევმა უკარნახა. სასაცილოა პირდაპირ. ნუ თუ ამ პატარა საღებავიან ფურცელს ასეთი რამ შეუძლია. ის მონაკვეთი ტურგენევსკაიას და კიტაი-გოროდის რომ შორის ხომ ნარინჯისფერი იყო, ნამდვილად ნარინჯისფერი იყო, თუ მაინც შავი? უეცრად ტუზი გაჩერდა და ხანს შეშფოთებულმა შეხედა. ეს რა არის? იკითხა მან. გრძნობ უკან რა ხდება? არტიომი გაკვირვებით მიაჩერდა წვეროსანს, რადგან თვითონ ვერაფერს გრძნობდა. ის იყო დააპირა სარკასტულად ეთქვა რაღაც წვეროსნის შერყეულ ნერვულ სისტემაზე, რომ შეამჩნია ხანი ადგილზე გაქვავებულიყო. მან ხელით ანიშნა არტიომს, არ ეხმაურა და უკან შეტრიალდა. აღფრთოვანებული ვარ შენი ინტუიციით, დედოფალი აღფრთოვანებულია. უთხრა მან ტუს და გაიღიმა. თუ აქედან ცოცხლები გამოვედით, ნამდვილად უნდა ვისაუბროთ ზოგიერთ რამეზე. არაფერი გესმის? კითხა შემდეგ არტიომს. არა, მგონი სიწყნარია, უპასუხა ყმაწვილმა. ეწყინა კიდევაც, რომ მისმა მფარველმა ასე შეაქო ეს წვერიანი არამზადა, რომელმაც 2 საათის წინ ლამის სიცოცხლეს გამოასალმა ორივე. საკვირველია, მე კი მომეჩვენა, რომ შენ გაქვს გვირაბის სმენის ნიჭი. შესაძლოა იგი ჯერ ბოლომდე არ გამომჟღავნებულა, მაგრამ ამაზე მერე ვილაპარაკოთ. გადააქნია თავი ხანმა და ტუს მიუბრუნდა. შენ მართალი ხარ. ის აქეთ მოდის, უნდა ავჩქარდეთ. ის ტალღასავითაა და უკან მოგვდებს. უნდა გავიქცეთ, თუ დაგვეწია, ჩვენი საქმე დამთავრებულია. ამ სიტყვებით ხანი ადგილს მოსწდა. არტიომი უკან გამოუდგა. წვეროსანი ახლა მის გვერდით გარბოდა. მოკლე ფეხებს სწრაფად იქნებდა და მძიმედ სუნთქავდა. ასე იარეს ცოტა ხანს. არტიომს ვერაფრით გაეგო, რა საჭირო იყო ასეთი სიჩქარით. ისევ არაფერი ესმოდა. მისი აზრით გვირაბში სიმშვიდეს უფლებდა, მაგრამ გავიდა კიდევ 10 წუთი და უცებ ზურგიდან მოაწვა რაღაც. ის რაღაც მართლაც ყვალში მოყვებოდა და სადაც იყო დაეწეოდა. რაღაც შავი, ტალღა კი არა, უფრო ქარაშოტი. და თუ ვერ გაასწრებდნენ, ისევე დაიღუპებოდნენ, როგორც 6 მათი თანამგზავრი და ბევრი სხვა თავზე ხელაღებული, წინ დაუხედავი ადამიანი, რომელიც ამ საშინელებას უკვე შეეწირა. შეშფოთებულმა არტიომმა ხანს შეხედა. კაცი უსიტყვოდ მიუხვდა ყველაფერს. შენ ციგრძენია რა? კითხა მან. მაშ საქმე ცუდადაა, უკვე ძალიან ახლოს არის. უნდა გავიქცეთ. დაიყვირა არტიომმა. უნდა გავიქცეთ. ხანმა ფეხს აუჩქარა და კუნძულზე გადავიდა. იგი არტიომის კითხვებს არ პასუხობდა. წინანდელი დაღლილობის ნიშანწყალიც აღარ ეტყობოდა. მის იერში კვლავ გამოჩნდა რაღაც მგლური. არტიომი სირგვლით მიხვებოდა უკან. გაჩნდა იმედი, რომ დაუნდობელ მდევარს თავს დააღწევდნენ. უცებ ტუზმა ფეხი წამოკრა რაღაცას და მიწაზე გაიშხლართა. არტიომმა მოიხედა. თავპირ დასისხლიანებული წვეროსანი არ ინძრეოდა. ინერციით კიდევ 15-ოდე ნაბიჯი გაირბინა და უცებ მიხვდა, რომ სულაც არ უნდოდა უკან მიბრუნება. პირიქით ერთი სული ჰქონდა თავიდან მოეშორებინა. ეს უზადო ინტუიციის მქონე არამზადა. დაეგდო აქ, თვითონ კი გაქცეულიყო. ერბინა მანამ სანამ სამშვიდობას გავიდოდა. ამიტომ გულიც კი დაწყდა, როცა დაინახა, რომ ხანი უკან დაბრუნდა და წვეროსანი ფეხზე წამოაყენა. არტიომს ეგონა, რომ მის მხსნელს მართლაც არაფრად უღირდა სხვისი სიცოცხლე. ამიტომ იგი ტუს როგორც ზედმეტ ბარგს ისე მოიშორებდა და
ისინი მის გარეშე გააგრძელებდნენ გზას. გაუკვირდა ასეთი აზრი და სრული რომ დაებადა, მაგრამ ეს ნაძირალა იმდენად ეზიზღებოდა, რომ სინდისის ქენჯნა არ უგრძნია. ხანმა არწომს უბრძანა წვეროსნისათვის ხელი მოიკიდა. თვითონ მეორე მხრიდან შეუდგა და ისევ დაიძრნენ. სირბილი უკვე ძალიან უჭირდათ. ტუზი ყოველ ფეხის გადადგმაზე კვნესოდა და ტკივილისაგან იმანჭებოდა. არტიომი მხარზე გადაკიდებულ ავტომატს ხელს ვეღარ აშველებდა და მძიმე იარაღმა ფერდი მთლად დაულილავა. სიკვდილი კი სულ ახლოს იყო. საცაა დაეწეოდა და მათ სახსენებელს უკვალოდ გააქრობდა. ვერავინ შეიტყობდა როდის და როგორ დაიღუპნენ. ეს რომ წარმოიდგინა, არტიომი ლამის ბოღმამ დაახჭო, მაგრამ ამ ბოღმამვე შთაბერა უჩვეულო ძალა, რომ გზა გაეგრძელებინა, ნაბიჯი კიდევ ერთი მეორე და ასე უსასრულოდ. უცებ უჩვეულო გრძნობა სადღაც გაქრა და ზურგს უკან სუფთა, მშრალი, თავისუფალი და სრულიად უსაფრთხო გვირავი დარჩა. ნუ თუ მართლა მოსდევდათ რაღაც, თუ ეს მხოლოდ პარანოიალური ფანტაზია იყო, არწომს უკვე ძალიან უჭირდა ამის დაჯერება. ორა სასაცილო იყო ახლა ეს ყველაფერი. მან თავი ვერ შეიკავა და გადაიხარხარა. მის გვერდით მდგომმა ტუზმა ჯერ გაკვირვებით შეხედა, მერე თვითონაც გაეცინა. მხოლოდ ხანი ჩანდა უკმაყოფილო. ერთხანს უყურა გამხიარულებულ თანამგზავრებს და ბოლოს ირონიულად იკითხა: კარგ ბუნებაზე დადექით არა? ხომ მშვენიერი აქაურობა, სუფთა და მყუდრო. ამ სიტყვებით შეტრიალდა და გზა განაგრძო. თითქმის მიეღწიათ სადგურამდე, 50-ოდე ნაბიჯიღა დარჩენოდათ. გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანდა. ხანი მათ შესასვლელში რკინის კიბეზე ელოდებოდა და თვითნაკეთ პაპიროსს ეწეოდა. არტიომმა და ტუზმა სულ ღიმილით გაიარეს დარჩენილი 50 ნაბიჯი. კარგ გუნებაზე იყვნენ. არტიომს უკვე მოსწონდა კიდევაც ეს ჩაფსკვდილი წვეროსანი და ძალიან რცხონოდა სულ ცოტა ხნის წინ მისი მიტოვება რომ განიზრახა. თანამგზავრებისაგან განსხვავებით ხანი ხანძგაწყვეტილი ჩანდა და ამრეზით იყურებოდა. ტუზი პირველი ავიდა კიბეზე და ხანს ხელი გაუწოდა: გმადლობთ, შენ თქვენ რომ არა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი, თქვენ არ მიმატოვეთ, გმადლობთ, ეს არასოდეს დამავიწყდება. არაფერს უპასუხა ხანმა უემოციოდ. რატომ დაბრუნდით ჩემს გადასარჩენად? არაშვებოდა წვეროსანი. შენთან საუბარი მაინტერესებდა და იმიტომ. ხანმა მხრები აიჩიშა და პაპიროსის ნამწვირ ძირს მოისროლა. ამასობაში არტიომიც აძვრა კიბეზე და მან შეღა მიხვდა, რატომ ავიდა ბაქანზე ხანი, იმის მაგივრად რომ ბოლომდე ლიანდაგს გაჰყოლოდა. კიტაი გოროჩი შესასვლელი ადამიანის სიმაღლეზე დაწყობილი ქვიშიანი ტომრებით ჩაეხერგათ. ტომრების იქით ხის ტაბურეტებზე სამი მხარბიჭიანი კაცი იჯდა. თმები მოკლედ შეეკრიჭათ. ტყავის ქურთუკები და სპორტული შარულები ეცვათ. მეოთხე ტაბურეტზე კარტი გაეშალათ და თამაშობდნენ. ლანძღვა გინების კორიანტელი ჰაერს აზანზარებდა. სადგურზე შესვლა მხოლოდ რკინის კიბიდან ვიწრო გასასვლელით შეიძლებოდა. გასასვლელის ბოლოს პატარა ჭიშკარი იყო და მის წინ მეოთხე კიდევ უფრო ზორბამცველი ჩანდა, რომელსაც გადახოტრილი თავი, დეფორმირებული ცხვირი და ყურები და უმეტყველო ნაცრისფერი თვალები ჰქონდა. მძიმე ტეტეს ტიპის მძიმე პისტოლეტი პირდაპირ ქამარში გაერჭო. ალკოჰოლის სუნად ყარდა. მან არტიომი და ხანი ჩაათვალიერა და ხნიწიანი ხმით იკითხა: ვინ ოხრები ხართ, ტურისტები თუ ვაჭრები? ვაჭრები არა ვართ, მოგზაურები ვართ, ტვირთი არა გვაქვს, განუმარტა ხანმა. მოგზაურ და იგინება. გარითმა ამბალმა და ხმამაღლა გადაიხარხარა. მერე მეგობრებს გადაზახა: გესმით ბიჭებო, მოგზაურ რაღაცა გვესტუმრდნენ. შეიგინა მოკლედ. დანარჩენებიც არ ოხროხდნენ, რა ჩანდა დედაში აგინა. დანარჩენებიც არ ოხროხდნენ. ჩანდა მოეწონათ ამ ხანაგის ხუმრობა. ხანმაც გაიღიმა. იგი მოთმინებით ელოდა მცველის ვერდიქტს. ამბალი ხელით მიეყნო მოპირდაპირე კედელს და გასასვლელი მთლად ჩახერგა. ჩვენ აქ ის გვაქვს საბაჟო, მაყუთი უნდა გაგვიმაზოთ, აუხსნა მან ხანს. თუ გინდათ შესვლა, გადაიხადეთ თუ არა და წადი მამაჩემთან. რატომ უნდა გადავიხადოთ? წამოსდა არტიომს აღშფოთებით. ეს სრულიად ზედმეტი იყო. ამბალმა ალბათ კარგად ვერც გაიგონა მისი ნათქვამი, მაგრამ ინტონაცია არ მოეწონა. ხანი გვერდზე გასწია და არტიომს ცხვირწინ აესვეტა. მერე თავი დახარა და ბიჭს თვალი გაუყარა. მის ამღროულ თვალებში არაფერი იკითხებოდა სიბოროტის გარდა. არტიომს ძალიან კი გაუჭირდა, მაგრამ მაინც თვალში გაუყარა. გრძნობდა რომ უსაზღვროდ ეზიზღებოდა ეს ტლანქი ცხოველი, რომელიც რატომღაც ადამიანად იწოდებოდა.
რა თქვი შე მუქარით ჩაიკითხა მებაჟე, რომელიც არწიომზე მთელი თავით მაღალი და სამჯერ მაინც განიერი იყო. უცებ არწიომს მოაგონდა ბავშვობაში გაგონილი ლეგენდა დავითისა და გოლიათის შესახებ. პატარა და სუსტმა დავითმა ხომ ზლია გოლიათს, მასაც შეიძლება ჰქონდეს იმედი, ბიჭს გული მოეცა და ამბალს გულადად უპასუხა, არაფერი. ამ პასუხმა რატომღაც დაამწუხრა მისი თანამოსაუბრე. მან გაშლილი ხელი ყმაწვილის სახეში ჩააფარა, შემდეგ კი თავისი აზრით მსუბუქად უბიძგა. არწიომი უკან გადაფრინდა, ტუზს დაეჯახა და ორივენი ხიდზე დაენარცხნენ. მებაჟე აუჩქარებლად დაუბრუნდა თავის ადგილს, სადაც მას სიურპრიზი ელოდა. ხანს თავისი ბარგი მიწაზე დაეყარა, ორივე ხელით არწიომის ახალი ავტომატი ჩაებღუჯა და ამბალს უმიზნებდა. მან დემონსტრაციულად გამოჰკრა დამცავს ხელი და ძალიან მშვიდად იკითხა. რა საჭიროა ასეთი უხეშობა? ამ სიმშვიდეში იყო რაღაც ისეთი, რამაც არწიომს თმები ყალყზე დაუყენა, როგორც იქნა ფეხზე წამოდგა. ამბალს თავისი ძველი ავტომატი დაუმიზნა, ჩამკეტი გახსნა და დამცავს ხელი გამოჰკრა. ახლა ყოველ წამს შეეძლო გაისროლა, გული ძლიერად უცემდა, შიში საერთოდ აღარ ჰქონდა, მხოლოდ ბოღმა და სიძულვილი ამოძრავებდა. შეიძლება ჩავაძაღლო? კითხა არწიომმა ხანს და თვითონაც გაუკვირდა, რომ მზად იყო მოეკლა ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხელი ჰკრა. სამიზნეში კარგად ხედავდა ამბალის ოფრიან, გადაპარსულ თავს. ერთი სული ჰქონდა, ჩახმახისათვის ხელი გამოეკრა. იმაზე არ ფიქრობდა თუ რა მოყვებოდა მას. მთავარი იყო ეს ცხოველი საკუთარ სისხლში ჩაეხრჩო. ბიჭებო, დაიღრია ამბალმა. ხანმა ელვისებური სისწრაფით ამოაძრო ქამრიდან პისტოლეტი, გვერდზე გადახდა და ფეხზე წამოვარდნილი მებაჟეები მიზანში ამოიღო. არისროლო დაუყურა მან არწიომს და ყველა ადგილზე გაქვავდა. ხელებაწეული ამბალი, უიარაღო მებაჟეები და იარაღ მომარჯვებული ხანი და არწიომი. არ გვინდა სისხლი, მშვიდად თქვა ხანმა და მერე არწიომს მიმართა. აქაური წესები გვავალდებულებს ბაჟი გადავიხადოთ. რამდენია თქვენი მოსაკრებელი? იკითხა მან. 3 ტყვია კაცზე, უპასუხა ხიდზე მდგომმა. ცოტას ხომ ვერ დაგვიკლებ? კითხა გესლიანად არწიომმა და ავტომატი ამბალს მუცელში დაუმიზნა. 2 იყოს. ჩაიბურტყუნა ამბალმა. მიეცი, უბრძანა ხანმა ტუზს. თან ჩემს ვალსაც გადაიხდი. ტუზმა ჩაყო ხელი თავის სამგზავრო ჩანთაში, მოძებნა იქ რაღაც მიუახლოვდა მცველს და 6 ბრჭყვიალა წვეტიანი ვაზნა ჩაუთვალა. მებაჟემ ვაზნები ჯიბეში ჩაიყარა, ხელი ისევ ასწია და ხანს შეხედა. ბაჟი გადახდილია? კითხა ხანმა. ამბალმა თავი უხალისოდ დააქნია. ინციდენტი ამოწურულია? მაინც დააზუსტა ხანმა. მცველი დუმდა. მაშინ ხანმა მჭიდიდან კიდევ 5 ვაზნა ამოიღო და ჯიბეში ჩაუჩხრიალა. მცველს სახეზე ჩვეულებრივი გამომეტყველება დაუბრუნდა. ესეც მორალური ზარალის კომპენსაცია, გამოაცხადა ხანმა. როგორც ჩანს, ამბალმა ვერც ეს სიტყვები გაიგო, ისევე როგორც კითხვა ინციდენტის შესახებ. იგი მხოლოდ ფულისა და ძალის ენას ფლობდა. გრძნობდა, რომ ხანიც მშვენივრად იყენებდა ორივეს და ეს მისთვის საკმარისი იყო. შეგიძლია ხელები დაუშვა, თქვა ხანმა და ავტომატი ზემოთ ასწია. არწიომმაც მაშინვე მიფბაძა მას, მაგრამ ხელები ჯერ ისევ უთრთოდა და მზად იყო მიზანში კიდევ ერთხელ ამოიღო ამბალის გადაპარსული თავი. იგი არ ენდობოდა ამ ადამიანებს, მაგრამ მისი ეჭვი არ გამართლდა. ამბალმა ხელები დაუშვა და სხვებსაც ანიშნა, ყველაფერი კარგად არისო. მერე გულგრილი გამომეტყველებით კედელს მიეყრდო და მოგზაურები სადგურზე შეუშვა. გვერდით რომ ჩაუარა არწიომს, ეყო გამბედაობა, თვალებში ჩაეხედა მისთვის. ამბალმა გამოწვევა არ მიიღო და თვალი აარიდა, თუმცა გასცდა თუ არა, არწიომმა გაიგონა, რომ მებაჟემ კბილებში გამოსცრა ნაბიჭვარი და გადააფურთხა. ყმაწვილს უნდოდა შემოbrunებულიყო, მაგრამ ხანმა ხელის ტაცა და გაჩერების ნება არ მისცა. არწიომს რაღაც კარნახობდა, რომ სასწრაფოდ უნდა გასულოდნენ აქაურობას, ამიტომ ხანს დაემორჩილა, როდესაც სადგურის მუქი გრანიტის იატაკზე შედგეს ფეხი, უკნიდან მოესმათ. ჰეი, დურა, დამიბრუნე. ხანი შეჩერდა. წართმეული ტეტეს მჭიდიდან ვაზნები ამოყარა და ძირს მიმოფანტა. შემდეგ მჭიდი ადგილზე დააბრუნდა და პისტოლეტი ამბალს ესროლა. მცველმა იარაღი ჰაერში დაიჭირა და იატაკზე მიმოფანტულ ვაზნებს უხმოდ შეხედა. მაპატიათ ეს პროფილაქტიკისათვის, გაშალა ხელები ხანმა. შემდეგ კი ტურს ჩაუკრა თვალი. ხომ სწორად ვუთხარი? კიტაი გოროდი არ გავდა იმ სადგურებს, რომლებიც არწიომს მანამდე ენახა. აქ არ იყო თაღები და სვეტები, არამედ ერთადერთი დიდი დარბაზი ფართო ბაქნით. ბაქას გვერდებზე ლიანდაგები მიუყვებოდა. ერთიანი დიდი სივრცე სიხალვათის გრძნობას
ქმნიდა დარბაზს აქა-იქ ჩამოკიდებული მსხლის ფორმის ნათურები ანათებდა. კოცონი არსადენთო. დარბაზის ცენტრში კაშკაშებდა ნამდვილი ვერცხლის წყლის ლამპარის საოცრება, რომელიც მეტროში იშვიათობა იყო, თუმცა არეულობა, რომელიც აქ სუფევდა, არწომს ყურადღებას უფანტავდა და ლამპრის ჯეროვნად შეფასებაშიც ხელს უშლიდა. რამხელა სადგურია აღმოხდა მას. ახლა შენ მხოლოდ მის ნახევარს ხედავ, უთხრა ხანმა. სადგური ორჯერ უფრო დიდია და ეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ადგილია მთელ მეტროში. ალბათ გაგიგია, რომ აქ რამდენიმე ხაზი უერთდება ერთმანეთს. აი ის რელსები ჩვენგან მარჯვნივ უკვე ტაგანსკო-კრასნოპრესნენსკაიას ხაზს ეკუთვნის. იქ ენით აუწერელი უწესრიგობა და ქაოსია. კიტაი გოროჩი იგი ნარინჯისფერ ხაზს კალუჟსკო-რიჟსკაიას ხვდება. სხვა სადგურების მაცხოვრებლებს საერთოდ არ ჯერათ იმის, რასაც თქვენები ყვებიან. გარდა ამისა, ეს სადგური არ არის არც ერთ ფედერაციაში. მათი მაცხოვრებლები სრულიად დამოუკიდებელნი არიან. მოკლედ, ძალიან საინტერესო ადგილია. მე მას სიყვარულით ბაბილონი შევარქვი. სადგურზე სიცოცხლე დუღდა. სიტუაცია ერთი შეხედვით მშვიდობის გამზირისას გავდა, თუმცა იქ ყველაფერი უფრო ღარიბული და მოკრძალებული, მაგრამ უკეთ ორგანიზებული იყო. არწომს გაახსენდა ბურბონის ნათქვამი, რომ მეტროში გაცილებით უკეთესი ადგილებია, ვიდრე გამზირის ბაზარი. რელსების გასწვრივ ჩამწკრივებული იყო დახლების უსასრულო რიგები. მთელი ბაქანი გადაჭედილი იყო ტენტებით და ფარდულებით. ზოგში ვაჭრობდნენ, ზოგში ვიღაც ცხოვრობდა. რამდენიმეს ეწერა ქირავდება. არწომი გაჭირვებით მიიკვლევდა გზას ბრბოში. მარჯვენა ლიანდაგზე უშველებელი, ნაცრისფრად და ლურჯად შეღებილი მატარებელი იდგა, მაგრამ სულ 3 ვაგონით. სადგურზე ისეთი ხმაური იდგა, ყურთასმენა არ იყო. ადამიანები წუთითაც არ ჩერდებოდნენ, ლაპარაკობდნენ, ყვიროდნენ, მღეროდნენ, კამათობდნენ, იცინოდნენ და ტიროდნენ. რამდენიმე ადგილიდან მუსიკაც კი ისმოდა და ეს მიწისქვეშა ცხოვრებისათვის უჩვეულო საზეიმო განწყობას ქმნიდა. ვდნ ხაზეც იყვნენ მუსიკის მოყვარულები, მაგრამ იქ მაინც ყველაფერი სხვაგვარად იყო. ხანდახან სამუშაოს შემდეგ შეიკრიბებოდნენ ხოლმე ვინმეს კარავში ან 150 საგუშაგოზე კოცონთან და 2-3 გიტარის თანხლებით მღეროდნენ სიმღერებს, რომელთა შინაარსი არტემისათვის უმეტესად გაუგებარი იყო მიწისზე და ცხოვრებაზე, სულ სხვანაირ ომებზე, განსაკუთრებით დაამახსოვრდა სიმღერები ავღანზე. ისინი ძალიან უყვარდა ყოფილ საზღვაო ქვეითს ანდრეის და ისე ასრულებდა მათ, რომ მსმენელებს ცრემლი ადგებოდათ თვალზე. მიუხედავად იმისა, რომ დაღუპული მეგობრების მონატრებისა და ტრის სიძულვილის გარდა არაფერი ესმოდათ, ანდრეი ამბობდა, რომ ამ ავღანში იყო მთები, უდაბნო და ბევრი ქვიშა. თუ რა არის ქვეყანა, არწომა საკმაოდ კარგად იცოდა, რადგან თავის დროზე სუხოიმ უამბო ცალკეული ქვეყნებისა და მათი ისტორიის შესახებ, მაგრამ მთები, მდინარეები და დაბლობები ბიჭისათვის აბსტრაქტულ მცნებებად რჩებოდა. ეს სიტყვები მხოლოდ გახუნებულ სურათებს აგონებდნენ გეოგრაფიის სამხელმძღვანელოდან. მისმა მამობილმა რომ მოიტანა საიდანღაც. თვითონ ანდრეიც არასოდეს ყოფილა ამ ავღანში. ამისათვის ძალიან ახალგაზრდა იყო. უბრალოდ მეგობრებისაგან ისწავლა ეს სიმღერები. არადა ვდნ ხაზზე სულ სხვაგვარად უკრავდნენ და მღეროდნენ. იქაური სიმღერები გულის ამაჩუყებლად სევდიანი იყო. არწმუნო იხსენებდა ანდრეის მის ნაღვლიან ბალადებს და მათ იმ მხიარულ მელოდიებს ადარებდა, რომლებიც აქ დარბაზის სხვადასხვა მხარეს ისმოდა. აი თურმე როგორ სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს მუსიკა და როგორ შეიძლება იმოქმედოს ადამიანზე. არწმუნო ახლოს მსხვიდო მუსიკოსებთან მივიდა და ძალეუნებურად შეერია ადამიანების პატარა ჯგუფს, რომელიც მათ უსმენდა. მღეროდნენ კაიფში მყოფი ბიჭის მხიარულ თავგადასავლებზე გვირაბებში. არწმუნო ცალიყურით უსმენდა, უფრო მომღერლებს საყვირდებოდა. ორნი იყვნენ ჭრელა-ჭრულა დაგლეჯერ ტანსაცმელში გამოწყობილ ახალგაზრდა ბიჭს გრძელი გაქონილი თმები ტყავის თასმით რომ ჰქონდა შეკრული, ხელში გიტარა ეჭირა. მეორე ხანში შესული გამელოტებული კაცი ძველ გახუნებულ პიჯაკში საიზოლაციო ლენტით შეწებებული ძველი სათვალით სასულე ინსტრუმენტებზე უკრავდა, რომელიც არწმუნს უწინ არასდროს ენახა და რომელსაც ხანმა საქსოფონი უწოდა. სასულე ინსტრუმენტებიდან არწმუნმა მხოლოდ სალამური და საყვირი იცოდა. მის სადგურზე იყვნენ ოსტატები, რომლებიც საიზოლაციო მილებიდან სალამურებს ამზადებდნენ და ჰყიდნენ. თვით ვდნ ხაზზე სალამურები არ უყვარდათ, საყვირს კი სირენის მაგივრად იყენებდნენ ხოლმე განგაშის გამოსაცხადებლად. მუსიკოსებს წინ გიტარის გახსნილი ბუდე ედოთ, რომელშიც 10 ვაზნა იგდო. როდესაც გრძელთმიანი ბიჭი რაიმე ძალიან სასაცილოს წაიმღერებდა, მსმენელები
სისეს იწყებდნენ. ისმოდა ტაში და გიტარის ბუდეში კიდევ ერთი ვაზნა ვარდებოდა. როცა სიმღერა გვირაბებში მოხეტიალე ბიჭის შესახებ დამთავრდა, გრძელთმიანი მუსიკოსი კედელს მიაყრდნო დასასვენებლად. საქსოფონისტმა კი რაღაც მელოდია წამოიწყო. ეტყობა ეს მოტივი აქ ძალიან პოპულარული იყო, რადგან მაშინვე გაიცმა ტაში და კიდევ რამდენიმე ბრჭყვიალა ვაზნა ჩავარდა გიტარის ბუდეში. ხანი და ტუზი შორი ახო დახთან რაღაცაზე საუბრობდნენ და არწმუნს არ აჩქარებდნენ. ყმაწვილს კიდევ დიდხანს შეეძლო ასე დგომა და სმენა, მაგრამ უეცრად ყველაფერი დამთავრდა. მუსიკოსებს ორი ახმახი მიუახლოვდა. ისინი ძალიან გავდნენ იმ მებაჟეებს, რომლებსაც ცოტა ხნის წინ არწმუნმა და მისმა მეგობრებმა ძლივს დააღწიეს თავი. ერთ-ერთმა ამბალმა ჩაიმუხლა. ბუდეში ჩაყრილ ვაზნებს დასტა და ჯიბეში ჩაიყარა. გრძელთმიანმა გიტარისტმა სცადა მისთვის ხელი შეეშალა, მაგრამ ამბალმა მას ხელი ჰკრა და წააქცია. მერე გიტარა გამოგრიჯა და მოიქნია. ამასობაში მისმა დამქაშმა კედელთან მიიმწყვდია ხანდაზმული საქსოფონისტი, რომელმაც სცადა მეგობარს დახმარებოდა. მსმენელთაგან არავინ გამოსარჩლებია მუსიკოსებს. ბევრი უჩუმრად გაიპარა, დანარჩენებმა კი დახლებზე გამოფენილ საქონელს მიაშურეს. არწმუნს ძალიან შერცვა, მაგრამ ჩარევა ვერ გაბედა. თქვენ ხომ უკვე იყავით დღეს, უთკიცებდა გრძელთმიანი მუსიკოსი თავდასხმელებს. ამდენჯერ უნდა მოხვიდეთ? ეი შენ, გაჩიჩილო პიდარასტო, თუ თქვენ კარგი დღე გქონდათ, ჩვენც კარგი უნდა გქონდეს. გასაგებია? ეტყობა ვაგონში მოგინდა. სიტყვა ვაგონის გაგონებაზე გრძელთმიანი უცებ გაჩუმდა და თავი გააქნია. აი ასე, შენაგაო, ამბალმა მუსიკოსის ფეხებთან დააფურთხა. ბიჭმა ესეც ჩუმა დაიტანა. წუთიც და ორივე ყაჩაღი შემდეგი მსხვერპლის საძებნელად გაემართა. არწმუნი დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით. უცებ შეამჩნია ტუზი, რომელიც თურმე ყურადღებით ადევნებდა თვალს ამ სცენას. ესენი ვინ არიან? კითხა მას არწმუნმა გაკვირვებით. შენ როგორ გონია? კითხვათვე უპასუხა ტუზმა. ჩვეულებრივი ბანდიტები არიან. კიტაი გოროც ხელისუფლება არ ყავს. ყველაფერს ორი ბანდიტური დაჯგუფება აკონტროლებს. ეს ნახევარი ძმები სლავებისაა. ასე უწოდებენ თვითონ თავიანთ თავს. კალუჟსკო რიჟსკაიას ხაზის ყველა თავზე ხელაღებული აქ შეიკრიბა. თუმცა ცხადია, რომ არც კალუგასთან და არც რიგასთან არცეთ საერთო არაფერი აქვს. ხედავ ამ ხიდს? ტუზმა ცენტრში მდებარე კიბეზე მიუთითა. იმით მეორე დარბაზში გადახვალ. იქაც ზუსტად ასეთივე ამბავი ხდება. მაგრამ ის ნაწილი კავკასიელ მუსლიმებს, აზერბაიჯანელებსა და ჩეჩნებს აქვთ აღებული. ოდესღაც აქ დიდი ომი იყო, გავლენის მოსაპოვებლად. ბოლოს და ბოლოს შუაზე გაიყვეს. არწმუნმა აღარ დააზუსტებინა კავკასიელების, ჩეჩნებისა და აზერბაიჯანელების მნიშვნელობა. იფიქრა, რომ ეს ძნელად წარმოსათქმელი სახელწოდებები მისთვის უცნობი ან გადარქმეული სადგურების სახელებისგან წარმოდგებოდა და დაასკვნა, ეს ბანდიტები ალბათ ამ სადგურებიდან მოვიდნენ. ახლა ორივე ბანდა მშვიდად თანაცხოვრობს, განაგრძო ტუზმა. კიტაი გოროდის მცხოვრებლებს ძარცვავენ, მგზავრებისაგან კი ბაჟს იღებენ. გადასახადი ორივეგან ერთნაირია, სამი ვაზნა, ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოხვალ, წესრიგი აქ არ არის და არ სჭირდებათ. მხოლოდ კოცონის ანთებაა აკრძალული, სპირტი და შხამიანი სოკო თავისუფლად იყიდება. აქ იმდენი იარაღი შეგიძლია შეიძინო, რომ ნახევარ მეტროს თავისუფლად ააფეთქებ. პროსტიტუციაც ყვავის, მაგრამ არ გირჩევ, თქვა და დამატებით რაღაც წაიბურტყუნა პირად გამოცდილებაზე. ვაგონი ახსენეს, ეს რაღაცაა? იკითხა არწმუნმა. ვაგონში შტაბი აქვს მოწყობილი. თუ ვინმე არ დამორჩილდებათ უარ სიტყვის ფულის გადახდაზე, ვალი ექნება ან რამე მსგავსი, იქ მიათრევენ. იმ ვაგონში საპყრობილეც აქვთ მოწყობილი. მოკლედ არ გიჩევ იქ მოხვედრას, აუხსნა ტუზმა და უცებ საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა. ქშია? არწმუნმა თავი დაუქნია. უკვე აღარ იცოდა რა დრო გავიდა მას მერე, რაც ხანთან ერთად ჩაისვამდა სუხარევსკაიაზე. საათის გარეშე სრულებით დაჰკარგოდა დროის შეგრძნება. მის მოგზაურობას გვირაბებში შეიძლება ძალიან დიდი დრო დაჭირვებოდა. შეიძლება კი მხოლოდ რამდენიმე ათეული წუთი. გარდა ამისა, მას სულ ჰქონდა ეჭვი, რომ გვირაბში დრო სულ სხვაგვარად მიედინებოდა. როგორც უნდა ყოფილიყო, მართლა ძალიან შიოდა. მწვადი, ცხელი მწვადი, მოდით მიირთვით, ყვიროდა შორიახლო მდგომი შავულვაშა ვაჭარი კეხიანი ცხვირით, რომელიც ძალიან უცნაურად გამოთქვამდა სიტყვებს. არწმუნს უწინაც გაეგონა ასეთი ლაპარაკი, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება არასოდეს მიექცია მისთვის. სიტყვა მწვადის მნიშვნელობა არწმუნმა იცოდა. მას ვედეენ ხაზზე ამზადებდნენ ღორის ხორცით და უყვარდათ კიდეც.
ეს უცნაური ფორმის ნაჭრები კი არაფრით გავდა იქაურს. უცებ არწივი მიხვდა, რომ დამწვარ შამფურებზე მთლიანი ვირთხები იყო აცმული და ზიზღით ლამის გული აერია. ვირთხის ხორცს არ ჭაა? კითხა ტუზმა. ესენი ღორის ხორცს არ ეკარებიან და შავტუხა მოვაჭრაზე მიუთითა, ამბობენ, რომ ყურანი უკრძალავს ამას. ადრე მეც მეზიზღებოდა, მაგრამ მერე შევეჩვია. უცნაური სუნი კი აქვს და ცოტა მაგარია, მაგრამ ამ ოხრებმა იციან, როგორ მოამზადონ. დააბასტურმებენ რაღაცაში და ძალიან ქორფა ხდება. თანაც ღორისაზე ბევრად უფრო იაფია, გააგრძელა ტუზმამ. არწივმა პირზე ხელი აიფარა და შეეცადა სხვა რამეზე ეფიქრა, მაგრამ თვალწინ სულ შამფურზე აცმული ვირთხა ედგა. კარგი, როგორც გინდა, მე კი ვიყიდი ერთი შამფური სულ 3 ვაზნაღირს. ტუზი მაყალისკენ გაეშურა. არწივი კი რაიმე უფრო ნორმალური საკვების საძებნად გაემართა. იგი ზრდილობიან უარს ეუბნებოდა არყით მოვაჭრეებს, რომელთაც ეს ღვთიური სითხე სულ სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჭურჭელში ჩამოესხათ. ინტერესით ათვალიერებდა კარობთან მდგომ ვულგარულ, მაგრამ ძალიან მაცდურ გოგონებს, რომლებიც არაფრით ჰგავდნენ მის სადგურზე მძიმე ცხოვრებისაგან ქანს გაწყვეტილ ქალებს. არწივი წიგნების რამდენიმე გროვასთან შეჩერდა, მაგრამ საინტერესო ვერაფერი იპოვა. ჭარბობდა მდარე სასიყვარულო ისტორიები და მოთხრობები მკვლელობებსა და ფულზე. სადგური სიგრძით ასე 200-ოდე ნაბიჯი იქნებოდა. კედლები და უცნაური გარმონივით სვეტები მოპირკეთებული იყო მონაცრისფრო, მოყვითალო და ვარდისფერი მარმარილოთი. ლიანდაგის გასწვრივ კი კედლები მორთული იყო მძიმე ყვითელი ლითონის ნაჭედი ფურცლებით. სიძველისაგან გაშავებულ კედლებზე ამოტვიფრული წარსულის დროის სიმბოლიკა ძლივსღა მოჩანდა. სადგური ოდესღაც ალბათ ძალიან ლამაზი იყო, ახლა კი ჭერი ჭვარტს გაეშავებინა. კედლები ნაირ-ნაირი, უმეტესად უწბაწური წარწერებით აეჭრელებინათ. მარმარილო ალაგ-ალაგ ჩამოცვენილი იყო. ლითონის ფურცლები კი ვიღაცას უმოწყალოდ დაეკაწრა. შუა ნაწილში მარჯვენა მხარეს გადასასვლელი ხიდის მეორე მხარეს სადგურის მეორე დარბაზი მოჩანდა. არწივმა იქ გასეირნება მოინდომა, მაგრამ წინ რკინის ფარებისაგან შეკრული 2 მეტრიანი ღობე დახვდა. ვიწრო გასასვლელთან ორივე მხარეს რამდენიმე გუშაგი იდგა. აქეთ სპორტულ შარვლებში ჩაცმული უკვე ნაცნობი ბულდოზერები. მეორე მხარეს კი შავგრემანი, წვერულვაშიანი შედარებით მოკრძალებული ფორმების მქონე, მაგრამ კბილებამდე შეიარაღებული მამაკაცები. გუშაგები მშვიდად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. ძნელი დასაჯერებელიც კი იყო, რომ ოდესღაც ერთმანეთს ეომებოდნენ. მათ შედარებით ზრდილობიან და დაუხსნეს ყვაწვის, რომ სადგურის მეორე ჰოლში გადასვლა 2 ვაზნა დაუჯდებოდა. უკან დაბრუნებისას კი კიდევ ამდენივეს გადაიხდიდა. გამოცდილებამ უკანახა არწივს, რომ არ ღირდა ამ ბაჟის სამართლიანობაში ეჭვის შეტანა, ამიტომ გადაიფიქრა ექსკურსიის ამ მიმართულებით გაგრძელება და გეზი შეიცვალა. უკან გაბრუნდა, დარბაზი გადაიარა და იმ ადგილას მივიდა, საიდანაც სადგურზე მოხვდნენ. იქ კი მეორე კიბე აღმოაჩინა. კიბეს აუყვა და ზედა ჰოლში მოხვდა. ეს ჰოლიც ისევე გადაეღობათ რკინის ფარებით, როგორც პირველი. ჩანდა აქ გადიოდა კიდევ ერთი სასაზღვრო ხაზი ბანდების სამფლობელოებს შორის. მარჯვენა მხარეს ქანდაკება იდგა. ოღონდ არა ისეთი, როგორც ქალაქების სურათებზე ენახა. ანუ ეს იყო არა მთლიანი ადამიანის სკულპტურა, არამედ თავი უშველებელი, 2 მეტრიანი და საკმაოდ ჭუჭყიანი თავი, რომელსაც მხოლოდ ცხვირი ულაპლაპებდა, ისიც ალბათ იმის გამო, რომ ბევრი ვერ უძლებდა ცდუნებას. მისთვის ხელი ეტაცა. მიუხედავად ყველაფრისა, ეს გრანდიოზული ქმნილება უდაო მოწიწებას იწვევდა. არწივს გაახსენდა თქმულება გიგანტზე, რომელმაც ბრძოლაში თავი დაკარგა. ბრინჯაოში განივთებული მისი სხეულის ეს ნაწილი, რომელიც პატარა მიწისქვეშა სოდომის ჰოლს ამშვენებდა, როგორც ჩანს, ღვთისრისხვას აქემალებოდა. ქანდაკებას ძალიან სევდიანი გამომეტყველება ჰქონდა და არწივმა პირველად გაიფიქრა, ეს იოანე ნათლისმცემლის თავია ახალი აღთქმიდანო. ეს წიგნი ოდესღაც დათვალიერებული ჰქონდა. ცოტა ხნის წინ ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, უფრო დავითის მიერ მოკლული გოლიათის თავი უნდა იყოსო. ზოგიერთ გამრავლესაც კითხა, მაგრამ არავინ იცოდა თუ ვის განასახიერებდა სინამდვილეში. ამან ცოტათი დასწყვიტა გული. სამაგიეროდ მშვენიერ რამეს გადააწდა. შორი ახლო გაშლილ დიდ მუქ მწვანე კარავს. მან არწივს ვედეენხას მშობლიური საცხოვრისები გაახსენა. კარის კუთხეებს ხელოვნური ყვავილები ამშვენებდა. მაგიდებზე დადებული ლამფა სანათები კი კარავს სიმყუდროვეს ზენდა. თუმცა მთავარი მაინც ის კერძები იყო, რომლებსაც აქ გთავაზობდნენ. უნაზესი შემწვარი ღორის ხორცის სოკოთი პირში დნებოდა. ასეთ რამეს ვედეენხაზე მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში აკეთებდნენ, მაგრამ
ასე გემრიელი მაშინაც არ გამოსდიოდათ. კარვის სტუმრები ძალიან სოლიდურად გამოიყურებოდნენ, გემოვნებით ეცვათ. როგორც ჩანს, მსხვილი ვაჭრები იყვნენ, აუჩქარებლად მიირთმევდნენ საოცნებო კერძს და ჩუმად საუბრობდნენ ერთმანეთში. ხანდახან ფარული ცნობის მოყვარეობით გადახედავდნენ არწომს. აქაური მომსახურება, რა თქმა უნდა, ძვირიღივი და ყმაწვილი სათადარიგო მჭიდნიდან მთელი 15 ტყუის გამეტება მოუხდა. ცოტა კი წუხდა, რომ სტუნებას ვერ გაუგზნო, მაგრამ იმდენად ეს სიამოვნეს გემრიელი საჭმელი, რომ მისმა სინდისმა უცებ მიიძინა. კიდევ სამი ვაზნა გადაიხადა კათხალულში, რომელიც სრულიად არ გავდა იმ აკოთებულ თვითნახად არახს, არწიომს რომ გულს ურევდა. განა არ უყირდა ეს ღვთიური ელექსირი სამტყუად, ლუდმა უცებ შეარიგა სინდისთან და არწიომის სულში ჰარმონიამ დაისადგურა. სანამ ლუდს წრუპავდა, არწიომი ცდილობდა გონებაში აღედგინა ის, რაც ბოლო დღეებში მოხდა და შემდგომი მოქმედების გეგმაც დაეწყო. კიდევ ერთი მონაკვეთი მარშრუტისა, რომელსაც იგი ჰანტერის მიერ დახაზულ მიზნამდე უნდა მიიყვანა. გავლილი ჰქონდა და ისევ გზაგასაყარზე იდგა. ზღაპრული რაინდივით, რომლის შესახებაც ვიღაც უყვებოდა ბავშვობაში. ვინ უყვებოდა, ვერაფრით გაიხსენა, შესაძლოა სუხოი, ან ჟენკას მშობლები, ან კიდევ დედა. ძალიან უნდა დაეჯერებინა, რომ ამ ზღაპარს დედა უყვებოდა. თითქოს ჩაესმოდა კიდეც მისი სიტყვები, იყო და არა იყო რა. ხოდა იმ ზღაპრული რაინდის მსგავსად იდგა ახლა ლოდთან და წინ სამი გზა εδო. ტრეტიაკოვსკაიაზე, ტაგანსკაიაზე და კუზნეცკი მოსტზე. სულ არ უნდა ახლა ტვინის ჭყლედა და ისევ ზღაპარს იშველიებდა. პირდაპირ წახვალ, სიცოცხლეს დაკარგავ, მარჯვნივ წახვალ, ცხენს დაკარგავ. ალბათ ასე იჯდებოდა უსასრულოდ, რადგან ყოველივე განცდილისა და გადატანილის შემდეგ დასვენება უნდა, გრძნობდა, რომ აუცილებელი იყო ადგილობრივებთან დალაპარაკება. ხანსაც უნდა შეხვედრო და კიდევ ერთხელ და გაერკვია, გაყვებოდა უფრო იქით, თუ ამ უცნაურ სადგურზე დაემშვიდობებოდა. მაგრამ მოხდა ისეთი რამ, რომ არწიომს მთელი ნაფიქრი წყალში ჩაეყარა. აი აქ გამოჩნდა, მეგობრებო, ქარაშოტის ფენომენი. ეხლა ვინც აქამდე მოხვედით და უსმინეთ, ძალიან მოკლედ მოგიყვებით უცებ. მე და ძმაკაცი ვიყავით, ძმაკაცთან ერთად ვიყავი 2013 თუ 2014 წელი იყო, უფრო 2013 წელი. ზედაზნის მონასტერი რო არის საგურამოს ქედზე, თბილისთან ახლოს, საგურამოდან რო გადმოდის ადის ბილიკი, ადის გზა ზედაზენზე და ზედაზნის მონასტრიდან გადმოდის ბილიკი რა. ფერდობებით შეგიძლიათ გადმოხვიდეთ და ჩამოდიხართ ავჭალაში, ავჭალა ხო? თუ სწორად ავჭალა არის მე მგონი, ხო? იქ თებზე პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაც არის. 2013 წელი იყო. მოკლედ მარტო ვიყავით მე და ძმაკაცი, სამჯერ ვიყავით, მათ გამოვიარეთ რამდენჯერმე ექსკურსიებზეც ვარ ნამყოფი, სტუდენტებთან ერთადაც, მეგობრებთან ერთადაც, ექსკურსიაზეც წამომიყვანია ხალხი, ანუ რა, ბევრჯერ ვარ ნამყოფი რა. მწვადებს ვწვავდით ხოლმე ბუნებაში და ასე შემდგომ რა. ერთ-ერთი მაგ გადმოსვლის დროს, როდესაც მე და ძმაკაცი ვიყავით, გადავაწყვეტით ამ ქარაშოტის ფენომენს. ანუ ახლა აი აგიხსნით რა, ეს ფენომენი მართლა არსებობს. ოღონდ მე გეუბნებით, რომ შეიძლება აი მოსახლეობის 99%-საც კი არ გქონდეს ნანახი. ანუ მთელ ცხოვრებას ადამიანი ისე გაატარებს, რომ შეიძლება ამას ვერ შეხვდე. ან ეს გაქვს ნანახი რა განცდილი, ან არ გაქვს ნანახი. ეხლა ჩვენ რაც წავიკითხეთ. ეხლა მე ჩართვებს არ ვაკეთებ ხოლმე კითხვის დროს, მაგრამ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ესე იგი მოვდიოდით ფერდობზე ვეშვებოდით და ტყიდან უკვე უნდა გამოვსულიყავით, აი 5 წუთის სავალი იყო, ფეხით ვიყავით ლაშქრობაზე, ვეშვებოდით უკვე ფერდობის და ბოლოში და იყო აი საღამოვდებოდა რა, აი მზე გადადიოდა უკვე დასავლეთით და ჩვენთან უკვე ბნელდებოდა რა, მაგრამ არ იყო დაბნელებული და არ იყო ისეთი, რომ თქვა შეგვშინებოდა, ანუ შეშინების საფუძველი და მიზეზი არ ყოფილა საერთოდ არანაირი, იმიტომ რომ დაჟე რომც ყოფილიყო ღამე, მაინც შესაშინებელი არაფერი იყო, ორნე ვიყავით და მოვდიოდით ნელ-ნელა, მაგრამ აი როგორც თამაშებში და აი განსაკუთრებით PUBG-ში რო არის ეს ზონა რომ მოდის რა, ამას ვერ დაინახავ, აი იგრძნობ, რომ უკნიდან მოდის რაღაცა ზონა რა, უკნიდან მოგვაწვა, როგორც აი აქ წერია ზუსტად, ეთყობა ამას განცდილი აქვს ამ ავტორს, უკნიდან მოგვაწვა რაღაცა ენერგია. ალბათ ბოროტი ძალების სატანისტური ენერგია, დემონური ენერგია ალბათ და ეს ზონასავით მოძრაობს ალბათ ტყე-ტყე და შეიძლება როდისმე გადაეყარო, შეიძლება არ გადაეყარო.
და აი უკნიდან მოგვაწვა და დავიწყეთ ნელ-ნელა სირბილი ვირბინეთ თვირბინეთ და ოღონდ ისე რომ ერთმანეთისთვის არაფერი არ გვითხოვს, ორივე მივხვდით, რომ უკნიდან რაღაცა, აი როგორ გითხრათ, ფენომენი გვაწვებოდა რა. შანსი არ არის, აი პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ შანსი არ არის, რომ შენ მაგ დროს გაჩერდე ადამიანი. არ ვიცი, მაგრამ ალბათ ეს რომანია თუ რაც არის ეს მხატვრული ლიტერატურაში, ამ ნაწარმოებში რაც არის, ალბათ ეგეთი შედეგი დადგება. იქ რო გაჩერდე, ან საპირისპირო მხარეს წახვიდე, ალბათ მოკვდები, იმიტომ რომ შანსი არ არის, როგორი მამაციც არ უნდა იყო, როგორი ძლიერი ფსიქიკისაც არ უნდა იყო, შანსი არ არის, რომ არ გამოიქცეთ. გამოვიქეცით, აწყვეტილები გამოურბოდით, აი გიჟებივით გამოურბოდით და რასაც თქვენ ტყიდან გამოგვაგდო აი ამ ენერგიამ რა. რაღაცა შავმა ენერგია. ამას გრძნობ, აი არაფერი არც რაიმე ფერი აქვს, არც რაიმე ბნელდება, აი უბრალოდ ვიგრძენით ძალიან ცუდი ენერგია. ანუ ამას სიტყვებით ვერ გადმოვუც, აი რაღაცა ზონა მოდის გაწვებად, თუ აი შანსი არის, მოგეთ აი გარბი ხარ რა. სხვა რაიმე, ესე იგი, სხვა რაიმის გაკეთება ამ დროს ადამიანს არ შეუძლია. არ ვიცი მაგ დროს ვინმე რომ ინვალიდის ეტლში იჯდეს, ალბათ ადგილზე მოკვდება თუ რადგან ვერ გაიქცევა, ანუ დავდომილი რო იყოს და რაღაცა ჭირდეს, ამ ფეხი გადაუბრუნდეს და დავარდეს. არ ვიცი რა მოხდება, როგორ შეიძლება იქ ადამიანი გადარჩეს. მაგრამ ეს არნიშნავს რომ ეგ ადგილი არის სიტყვაზე ან ნაწევარი, ეს აშკარად, იმიტომ რომ ბევრჯერ გვაქვს ეგ ადგილი გავლილი. აი მის თქმა მინდა რომ ეს აშკარად მოძრავი ფენომენია რაღაცა, ანუ ეს ქარაშოტის ფენომენი და მე მაშინ მივხვდი რომ ბუნებაში არსებობს ისეთი ფენომენები, რომლის შესახებაც ადამიანებმა არაფერი არ ვიცით და ვინ იცის რამდენი არის ასეთი ფენომენი. ამის თქმა მინდოდა.